ყველაზე მორალური არ არის რა. არ არის რაც. გამარჯობა, ქალბატონებო და თვითონ კაი რა ქალბატონებო. როგორ მევასეთ? ამიტომ ანუ მაგიტო. გამარჯობა ყველას. დღეს განვიხილავთ ფილმს თქვენ მიერ შემოთავაზებულს, ეს არის ბერნარდო ბერტოლუჩის კინოკლასიკა მეოცნებენი. ასეთი სახის კინოკლასიკები არის ძალიან იშვიათი, იმიტომ რომ აქ NC-17 რეიტინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ფილმის ყურება არ შეიძლება. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ჰქონდა R რეიტინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ 15-16 წლის ასაკის ბავშვებს შეეძლოთ ამ ფილმის ყურება, ოღონდ მეურვეების ან მშობლების თანხლებით. მე მიხვდნენ რომ საოჯახო ფილმი არ იყო. ანუ ვიზუალურად ისეთი ფილმია, მხოლოდ ვიზუალით, რომ კი 16-17 წლის ბავშვი ან ადამიანებს შეიძლება მის ყურება, იმიტომ რომ არანაირი მოკლედ პორნოგრაფიულ შინაარსს არ შეიცავს. შინაარსობრივი თვალსაზრისით არის ისეთი, რომ თლად არ არის ახლა მორალური ასაცნობები. აი, მაშინ დავიწყოთ სათაურით Dreamers, როგორც არის ცნობილი, მაგრამ ფრანგულ ვერსიაში ამ ფილმს ქვია Innocence the Dreamers. ფილმი ეფუძნება ნაწარმოებს. ფრანგული ვერსია ამ სათაურის გავიგე ახლა. Innocence რო წავიკითხე მეთქი, ბატონო ბერნარდო, თქვენ მე მგონი რაღაცა ის იმისთან ამ რეჟისორის განდებით, როგორ მევასეთ. ეს Innocence ძალიან ცulis რა რაღაც. ხო, თითქოს უფრო გულუბრყვილობის, იმიტომ რომ მგონია რომ თვითონაც ასე თუ ისე გულუბრყვილოები არიან ამ საკითხის მიმართ, იმიტომ რომ რო კითხულობენ რომ აი ლითიუ რატო ამბობს რომ ჩვენ freaks ვართ და რაღაც მონსტრები და რაღაც საერთოდ. თვითონ Dreamers კი ქართულად მეოცნებები არის ნათარგმნი, მაგრამ Dreams ხომ ორი მნიშვნელობა გააჩნია, სიზმარი და ოცნება და აი აქ ამ ტყუპების ცხოვრება არ მხოლოდ ოცნებებს განასახიერებს, არამედ ცოტა სიზმრისეულ სამყაროში ცხოვრობენ. რაც რეალურად ახლა სიზმარი და ოცნებაც რაღაც ერთმანეთთან მაინც ახლოს არის, სადაც ეს სიტყვები. თვითონ ეს ამბავი მათ შორის ურთიერთობა, თუმცა ეს ამორალური ხასიათი მისი. სიზმარს ნამდვილად აგავს ქვეცნობიერში დავექილ რაღაცა სიბინძურები, ყველაფერი რაც ქვეცნობიერში იღება, თითქოს შეიძლება მაგათაც შეიცვალოს, რომ მაგის გამომჟღავნება ქვეცნობიერი თითქოს ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს და თავისთავად ხდება და მაგაზე არ მიფიქრია რომ სიზმარიც შეიძლება იგულისხმობდეს, მაგრამ კი მაგ ხრივ ძალიან სავსებით შესაძლებელია რომ ორმაგი მნიშვნელობა კონდეს. რატომაც არა პოსტერი რომ ნახე აქამდე ყურადღება არ მიქცევია. სადაც უნდა ეწეროს ბერნარდო ბერტოლუჩი, წერია Pure Bertolucci. ნამდვილად სწორი ამბავია, იმიტომ რომ ბერტოლუჩის ან ბევრი ფილმები აქვს, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი, ეროტიკული ხასიათის სცენები და იმიტომ იყო რომ Dreamers რო NC-17 ანუ საერთოდ არ არის გასაკვირი, მაშინ როცა ტიპს უკანასკენ ტანგოა გადაღებული და ხო, ეგ ფილმი კიდე სხვა ამბავია. ანუ ამიტომ ანუ მაგიტო არის რა, ეს ამიტომ ანუ მაგიტო. იმიტომ რატომ ამირან, რატომ გრამიტონ, იმიტომ რომ ამიტომ რომ იმიტომ. მამკაცმა იცის, რაც არ უნდა საშინეებდა მძიმე და ამას რზენი იყოს სცენა, რასაც იღებს, ანუ ძალიან აი არ ვიცი როგორ ახერხებს, რომ რაღაც ესთეტიკის რაღაც დაიჭიროს, რაც ძალიან მაბრაზებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი თემებისთვის ასე შეხედვა. ძალიან სხვადასხვა რომანტიზება და ესთეტიკა, ანუ ნამდვილად არ იყო ამ ფილმში მე არ დამინახავს რომანტიზება ყოფილიყო სამის და ეგ ზღვარი არის რაღაც აი ზღვარიც რო არის აი რაღაც აი დიდი საშიშროებაა რომ მართლა რომანტიზებაში გადავარდე და ეგ არის ძალიან დიდი დანაშაული რა. მაგრამ Pure Bertolucci და ესთეტიკა მართლა მთელი ფილმი არის ესთეტიკა. კონკრეტული ეპიზოდების რო ახსენოთ, ისეთი ტერმინების და ისეთი სხეულის ისეთი ნაწილების ხსენება მოგვიწევს, რომ ანუ ძალიან ცუდი, ანუ არასასიამოვნო არის გასაგონად. შეიძლება ზიზღის გრძნობა გამოიწვიოს ან რაღაც, რაცაც ფილმში საერთოდ ანუ როცა უყურებ ამ ყველაფერს, საერთოდ არ გეუფლება ეს განცდა გულისხმობ ვიზუალურად და არა შინაარსობრივად. ესთეტიური თალხები, რომელიც გვიყვარს. ფილმშივე არის ერთი მონაკვეთი, სადაც ეთიუ ამბობს, მე მგონი, რეჟისორი თქოს თავის მშობლების სექსუალურ ურთიერთობას უყურებს და დამნაშავედ გრძნობს თავს, მაგრამ თან თვალს ვერ აშორებს და მე ეს არის თითქოს
მისი ფილმით, ანუ რაღაც ისეთი არის და მე ესეთი დასკვნა არის, რომ ფილმები არის დანაშაული და რეჟისორები, ან filmmakers არიან კრიმინალები, დამნაშავეები. ჩემი აზრით, ანუ ეს ფრაზა მთლიანად აღწერს ბერტოლუჩის ამ ფილმს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც უფრო შეიძლება სხვანაირად შეხედონ და ჩართონ ისე როგორც ფილმი და არა როგორც რაღაც ბერტოლუჩი და კასკი, ანუ ყველა ხო ესე კინომანი არ არის და ყველა ხო სხვა თვალით და ხონერად ხო, ანუ ჩვეულებრივი ფილმი, სადაც მართლა ანუ რაღაცებზე მართლა შეიძლება ზესხი მოყვაროს და ანუ აბსოლუტურად გასაგებია და მესმის. თავის თავს გულისხმობდა ასე მგონია ამაში, რომ ანუ თვით აღიარება ერთგვარი რა, რომ მისთვისაც არ არის ეს მარტივი, როგორც ხა ჩვენთვის არ არის მარტივი, რომ ის რაღაც სხეულის ნაწილები და რაღაცეები ვახსენოთ. მისთვისაც არ არის მარტივი, არ იყო მარტივი ალბათ, რომ ესე ეჩვენებინა თვითონ შეშველი ყოფილიყო ამ პერსონაჟებთან ერთად. ისიც აგულისხმოა, მე მგონი რომ მეტი ვამბობს მაგას, იმიტომ რომ ასე გადაჭრით 100%-ით ამის თქმა შეგვიძლია. არც ერთ ინტერვიუ არ მაქვს მოსმენილი, სადაც ამას აღნიშნავს, რომ კი მეთიუ ჩემი რაღაც ალტერ ეგოა. ყოველ ჯერზე როცა ამ ფილმის მიყურებია, რაღაც წარმოვიდგენდი, რომ ბერტოლუჩი თავის პერსონაჟიდან ეს უფრო გამოიყვანა. მთელი ჩაძიებები მქონდა ხოლმე ყოველ ჯერზე, რომ ბერტოლუჩი როდის დაიბადა, ეს 68 წელს რამდენი წლის იქნებოდა, ის ამათი ასაკითუე მთხოვა ერთმანეთის რო ჩადის პარიზში, რაღაცა რა ურთიერთობა ბერტოლუჩის პარიზის პროტესტებთან, რაღაცა ანუ ასე არაფერი არ ქონია, მაგრამ არ ვნებდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ ეგრე ყოფილიყო, მაგრამ ნუ ზოგჯერ რეალური ფაქტები არ არის საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ ასეთი კავშირი პერსონაჟს და რეჟისორს შორის მოხდეს. პიროვნული დონეზე კავშირი უფრო მეტად, ვიდრე ბიოგრაფიული და მაი მოქმედებებსაც აკეთებს, ხო? რაც არ უნდა მოусმინოთ ამ ფილმზე, რაც არ უნდა წაიკითხოთ, მგონია რომ ალბათ ყველას ეს აქ გამოკვეთილი არის ამ სამ რაღაცაზე: სექსი, კინემატოგრაფი და პროტესტი. ამ სამ რაღაცას რო ასე თუ ისე მივყვეთ, აი სექსთან დაკავშირებით ან რაღაცები უკვე თქვით, ეროტიკაზე ხო ნუ ვიზუალზე უკვე თქვით, რომ არ არის ძალიან გრაფიკული. შინაარსობრივად ხო ეს ერთი დიდი ნაწილი რაც არის ფილმის ძალიან მნიშვნელოვანი, ის რაც ტყუპებს შორის ხდება. მგონია რომ ამის ახსნას არც აქვს დიდად აზრი, იმიტომ რომ მგონი არც თვითონ რეჟისორი არც ცდილობს. ანუ იმდენ ქვეშნობიერს რადგან ვერ ახსნი, მგონია რომ ესეც მსგავსი რაღაცა, ანუ ამასაც ვერ ახსნი, რატომ გააკეთა ეს, რატომ ნუ რეჟისორის ბრალი არ არის წიგში, ალბათ ესეა, არ მგონია რომ ამ ხალხ რაღაც შეეცვალა და ჩაიმატებინა, მაგრამ სცენარის ავტორი მწერალია. ბერტოლუჩიზე რო ჩავეძიე რაღაცებს მე ამ 68 წელს პროტესტებთან მეთქი რამე კავშირი თუ აქვს ხო ყოველთვის მინდოდა გადამეღო ფილმი ამ პროტესტებზე რაც საერთოდ არ არის გასაკვირი 30 წელსაც არ იყო ჯერ როცა ეს ამბები მოხდა პარიზში არის კინემატოგრაფის მოტრფიალე კინემატოგრაფის ნაწილი და ამ მოვლენებზე ფილმის გადაღება ინდომებოდა იტალიელ ბერტოლუჩის ეს რასაკვირველია საერთოდ არ არის უცნაური. რაღაც ფილმის ის ქონდა იდეა, მგონი პარიზის 68 უნდა დაერქმე. აი არა მარტო ამ პარიზის პროტესტებს არ მიუძღვნა თქო რა. ეს რაღაც ნაწილად რო გამოიყენა და თან უბრალოდ ფონად კი არ გამოიყენა კინემატოგრაფის და სექსთან ერთად ქმნის რაღაც ერთიან სხეულს, რომ უბრალოდ ფონი კი არ არის ამ დანარჩენ ორსაც ისე ებმის და ისე არის ჩაქსოვილი მასში. ორი მხარე ძალიან კარგად გამოჩნდა მეთიუს და ტყუპების დამოკიდებულება ამ პროტესტების მიმართ. ძალიან დიდ როლს თამაშობს ის რო არის ან ბურჟუაზიის წარმომადგენლები არიან, ცნობილი პოეტი მამა ყავთ, ან დიდარი შეძლებულები არიან და ამ პროტესტებშიც რასაკვირველია ჩართული არიან, მაგრამ ადრე მითხეს თუ სადმე წავიკითხე მე აი კარგად არ მახსოვს, მაგრამ ეგ დამამახსოვრდა ძალიან კარგად. უფრო მეტად მიმართული არის ეს პროტესტი მშობლების მიმართო. ვიდრე იმის გამო, რისთვისაც რეალურად ეს პროტესტი არსებობდა. ეს იმიტომ მომწონს, რომ თვითონ ფილმში ჩანს ძალიან კარგად, ანუ ფილმის დასაწყისში ამ პროტესტის ეპიცენტრში არიან, რაღაც ძალიან აქტიურები არიან. ერთი თვე, ყველაზე მძაფრი ერთი თვე ისინი არიან გამოკეტილი სახლში, არ გადიან გარეთ არის პროტესტი, ხალხს იჭერენ, ცემენ, ასე შემდეგ მათ თანატოლებს, იგივე თანამებრძოლებს
იგივე იდეოლოგიურ მეგობრებს, მაგრამ ისინი სახში აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაც აკეთებენ. განა ისე არიან მართლა მისულები, მარტო რო აი ხა მამას გავაბრაზებდა, მარტო ამიტომ გავარ. არა რასაკვირველია, მაგრამ თითქოს ბოლომდე, ანუ შინაგანად ეს არ აქვს შეცდომილი და გაცნობიერებული. ძალიან კარგი მაჩვენებელია მაგის ტეოს და მამას შორის დაპირისპირებას სადილის დროს, იდეოლოგიური დაპირისპირება. ამ დაპირისპირების დროს ტეოს და მამამის შორის მამამისი ამბობს ესეც რაღაცას, რომ გასაგებია რაც გინდათ, გასაგები არის ისთვისაც იბრძვით, მაგრამ კარგი იქნება ოდნავ თვალს თუ გაახელთ და გამოვხიზლდებით. უფროსი თაობა მიიჩნევს ამ ყველაფერს ახალგაზრდულ ჟინად, ახალგაზრდულ სისხლის ყივილად თითქოს, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვს და მიუთითებენ, რომ ამ გზით ვერაფერს ვერ მიაღწევენ და ამიტომ ერთი მხრივ, რაც ძალიან ნაცნობი სიტუაცია ჩვენს მოგვისმენია ეგეთი რაღაცები ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გასაგები მიზეზების გამო, რაც ერთი მხრივ იმაზე მიანიშნებს, რომ თითქოს მეოცნებენი მეოცნები არის მთელი თაობა, ანუ თაობა იგულისხმება ამ მეოცნებაში. მაგრამ თუ ამ სამთავარ პერსონაჟზე დავიყვანთ, მაინც უფრო მეტად და მაგიტომაც მეც გეთანხმები იმაში, რომ ბერტოლუჩი მეთიუსთან აიგივებს საკუთარ თავს. მგონია, რომ ტყუპები უფრო მეოცნებები არიან, ანუ შეიძლება ეს სათაური მეოცნები არის მეთიუს მიერ შერქმეული ზედსართავი სახელი ეპითეტი. ეს ერთი თვე როცა ჩაკეტილები არიან, ისინი ძალიან კულტურაზე შეყვარებული, კინემატოგრაფზე შეყვარებული ხალხია და ფილოსოფიური და სხვადასხვაგვარი საუბრებიც აქვთ. მხოლოდ ეროტიკული სცენები არ არის. შესამჩნევია ძალიან მათ შორის იდეოლოგიური განსხვავება. თუნდაც ვიეტნამის ომთან დაკავშირებით. ანუ თითქოს უფრო იდეალისტური არის ტყუპების შეხედულება ტეოსი განსაკუთრებით, რომელიც ამბობს, რომ აი ვიეტნამის ომი, ყველამ ვიცით, რომ ამ ომთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აზრი არსებობს, რომ საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ჯარისკაცებიც ომის კრიმინალები არიან და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი ფილმიდან, რაც ალბათ ყველგან შეგხვდებათ, რომ უნდა ავირჩიოთ წიგნები და არა თოფი, იარაღი, სიყვარული და არა ძალადობა. და ანუ ეს ხარ ჩვეულებრივი იდეალიზმი, რა თქმა უნდა, რაღაც უტოპიური, ხო? ამაში მეთიუ ეწინააღმდეგება და არგუმენტირებულად ეწინააღმდეგება, ანუ თვითონ ფრაზასაც კი არგუმენტირებულად უშლის. და ამის დაკავშირება შეგვიძლია კიდე ფილმის დასასრულთანაც, სადაც მეთიუ საოცარ სიტყვებს ამბობს და ეს დემონსტრაცია, რომ აი ამით უნდა ვებრძოლოთ, რაც ასევე შეიძლება იდეალისტურად ჩაითვალოს, მაგრამ უფრო განსხვავებულ ჭრილში, ტყუპების დამოკიდებულება და როგორ იყოფა მათი გზები. მეთიუ ტრიალდება და ბერტოლუჩის განყენებული ის, რომ მაინც ამ ყველაფერს გაიმიჯნა რაღაცნაირად თვითონ შინაგანი პოზიცია იყოს შეიძლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს სათაური მეც მაგითო ძალიან მომწონს, რომ ამდენ ასეთი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ერთი თვე, როცა ისინი სახში ჩაიკეტნენ ასეთ მნიშვნელოვან დროს, საკუთარ ოცნებებში, საკუთარ სიზმრებში, საკუთარ სამყაროში ცხოვრობდნენ ბოლომდე. როგორ უკავშირდება პროტესტი ამას? ეგ არის ძალიან საინტერესო და ძალიან კინემატოგრაფიულად, ერთ შეხედვით ძალიან მარტივად, მაგრამ არ ვიცი, იდეალურად გადმოცემული. პროტესტი თითქოს მაყურებელსაც ავიწყდება რაღაც მხრივ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან შორეულია და წინა პლანზე იწევს მათი ურთიერთობა, ეს ყველაფერი, რაც ტრიალებს ამ სახში. და შემდეგ ხდება ესეთი რაღაც იზაბელის თვითმკვლელობის ცდელობა და მკვლელობაც გამოდიოდა. პროტესტიდან შემოვარდნილი ქვა, რომელიც მათ ფანჯარას ეხავს და თან რეალურად სიკვდილს გადაარჩენს. და ეს არის თითქოს ასევე ბერტოლუჩის განაცხადი და მისი უშუალო დამოკიდებულება პროტესტებთან და რევოლუციასთან და მისი სულისკვეთებაც ძალიან კარგად ჩანს აქ, რომ ამ ხელამნიშნულობას ანიჭებს და ანიჭებდა ამ პროტესტებს. ოღონდ ისევ და ისევ მეთიუდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ფორმებს არ ეთანხმებოდა. ანუ პროტესტის უამრავი ფორმა არსებობს, ხო? ანუ ძალადობრივი, არა ძალადობრივი, ეს არის უბრალოდ თეთრი და შავი და მათ შორის რამდენი რაღაცა და რამდენი ფორმა არსებობს. ყველამ ვიცით. ხალხი ზოგჯერ ისე უყურებს, ხოლმე რომ თითქოს შენ თუ განსხვავებული ფორმა გაქვს იგივე პროტესტის. შენ მაშინ იმ იდეალებს და იმ აზრს არ ეთანხმები და რაღაც თქოს მოწინააღმდეგე უფრო
იღურებს რა. აქ ეგეც ძალიან კარგად არის გამოკვეთილი, რომ მეთიუ რა თქმა უნდა პოლიციელების მხარეს არ იყო და რა თქმა უნდა მთავრობას არ ემხრობოდა და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცნაირად ისე გაიყო მათი გზები, რომ თითქოს საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდნენ და თითქოს მეთიუ საერთოდ სხვა იდეალების ადამიანს წავიდა, არ ვიცი, რაღაც ეგრე გამოჩნდა პერსონაჟებს შორის. რეალურად თითქოს ადგილებს ცვლიან და მან მეოცნებე ხდება მეთიუ, იმიტომ რომ სიყვარულით რომ პრობლემები, ეგეთი კონფლიქტები არ გვარდება, ეგ ყველამ კარგად ვიცით. და მეთიუ კიდე მანდ მაგას ამტკიცებს და ეს როლების შეცვლაც ძალიან საინტერესო ფენომენია. პროტესტზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ასე მარტივად ამოსაწური რო არ არის გასაგები ასეთ ფილმები. კინემატოგრაფის როლზე ამ ფილმში თვითონ მაგაზე ვისაუბროთ. ამორალურობა და ეს სიშიშვლის დიდი დოზის ჩვენება თითქოს განეიტრალებული არის კინოსიყვარულის ხარჯზე და ამით რას გულისხმობ. ეხლა შენ სახსენ რომ ყველა ადამიანი ფილმს რო რთავს, ეხლა ყველა ერთი და იგივე მიზნით, ერთი და იგივე განწყობით არ თავს, რა საკვირველია. ადამიანი რომელიც ანუ კინოსიყვარულით და ანუ კინოს ინტერესით, კინემატოგრაფის ინტერესით რთავს ამ კინოსურად, მასე ნამდვილად იმუშავებს ეს. ეს ანიშნავს იმას, რომ მე მომწონს და უშუალოდ რასაც ტყუპები აკეთებენ, მაგრამ ემოციურად რა დამოკიდებულება აქვთ მათ ფილმების მიმართ? რამხელა როს თამაშობს მათ სიზმრისეულ ცხოვრებაში თუნდაც ხო კი გამოგონილ სამყაროში, მაგრამ მაინც მათ სამყაროში. პრინციპში მათი სიზმრისეულ სამყაროში კი არ არის კინემატოგრაფი. მათი სამყარო თვითონ არის კინემატოგრაფი. ჩემზე პირადად ყოველჯერ როცა ამ ფილმს უყურებ, სულ მუშაობს ჩემზე ეს. მათი პიროვნების ნაწილი ხომ მხოლოდ ის ურთიერთობა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ანუ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ, ანუ რა დონეს აღწევს მათი ურთიერთდამოკიდებულება, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ანუ როგორც ინდივიდები, სხვა ხასიათის თვისებები ინდივიდებად ჩვენ ხო ვხედავთ, ისინი შეიძლება ერთ თავიანთ თავს ვერ ხედავენ ინდივიდებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ამის ნაწილია ზუსტად მათი კინემატოგრაფისადმი სიყვარულიც რა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როცა ესე გიყვარს რაღაც, ის შენი ნაწილია და შენი პიროვნების ნაწილი ხდება. მაგიტო უგებ და მაგიტო არის ძალიან კარგად გამოცემული, რომ მაგ მხრივ შენს ძალიან გიყვარს კინო და ანუ შენც მათიანი ხარ თითქოს. ვიზუალურადაც ძალიან კარგად არის გამოხატული, რომ იზაბელი და ტეო აი კარგად აქვს ხაზი გასმული, კი ვერბალურად ამობს ამ სათქმელს, მაგრამ როცა ტეო ეუბნება, რომ ჩვენ ტყუპები ვართ, ოღონდ სიამის ტყუპები და გადაბმულები ტვინით ვართ და ეს მნიშვნელოვანი რაღაც არის, იმიტომ რომ აზრებით და გონებით არიან გადაბმულები, რაღაც აბსტრაქტულით არიან გადაბმულები და აი ამ აბსტრაქტულს და უხილავს ისე კარგად აჩვენებს ფილმში და მათ ამ ერთიანობას, ასეთი კავშირი, ანუ ტვინების შესიცხლ ხორცება, აი ამის გაყოფა არის, მე ასე წარმომიდგენია, რომ შეუძლებელია ამაც მაგალითზე ყველა შემთხვევაში ასე ჩანს. ვიზუალურად მათი ერთიანობა უფრო კარგად არის გამოხატული იმ მომენტში, როდესაც ჩანს, რომ მეთიუ როგორ შორს არის მათგან. კი, ფიზიკურად ძალიან ახლოს არიან, მაგრამ რაღაც ეს დისტანცია მათ შორის არსებობს. იზაბელთან ხო ფიზიკურ კავშირს ამყარებს და იზაბელთან ფიზიკურად როგორ ახლოს არის, მაგრამ მაშინაც კი, როცა ტეო არის მოპირდაპირე ოთახში, ეს ფანჯრიდან რო ჩანს ხო, აი ისეთი ამაზენია მაგის ყურება, ასე თქმა ან რაღაც, მაგრამ ვიზუალურად რო უყურებ, ისე ესთეტიკურად, ანუ ვიზუალურად არის ეგ მაგრა დაკეთებული, რომ იმ მომენტში, როცა იზაბელი და მეთიუ ერთად არიან ასე ფიზიკურად ასე ახლოს, ტეოსთან ბევრად უფრო ჭიდროთ არის, თუნდაც იმ მომენტში დაახლოებული იზაბელი აი არ ვიცი. თითქოს ბერტოლოჩი ჩვენც ისე გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რაც იმ ფრაზაში მეთიუ თქვა მშობლებს რო უყურებ და თან თვალს ვერ აცილებ და მე თავს დამნაშავედ იგრძნობა. ესეა ამ ფილმზეც თითქოს რაღაც მომენტებში შეიძლება დამნაშავედ იგრძნო თავი რაღაცნაირად იმდენად ამორალურ რაღაცას უყურებ, მაგრამ თვალს ვერ მოაცილებ, იმიტომ რომ ვერ მოაცილებ, ხო, ვერ მოაცილებ. ეს დეტალია კიდე ძალიან საინტერესო, რომ მთელი ფილმი, ეს მთელი ერთი თვე რაც შაკეტილები არიან, მეთიუ ცდილობს, რომ მათი ნაწილი გახდეს, ცდილობს, რომ მესამე სიამის ტყუპი გახდეს და რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია. ბოლოს, როცა მეთიუ იქცა მეოცნებად, თითქოს შინაგანად შეიძლება იმას გრძნობ, რომ მათ მიუახლოვდა, ეხლა იმათიანი გახდა და მე იმათმა აქციეს ზურგი, ანუ ისინი გახდნენ მაინც გაასწრეს. ერთს დავამატებ, მაშინ რაღაც ეს
ფანტასტიკური სიამის ტყუპობა რო ახსენეთ, ამ ორ ადამიანს იზაბელს და ტეოს საერთოდ არ სჭირდებათ გამართლება. არ თვლიან რომ ისინი აკეთებენ რამეს, რასაც გამართლება ჭირდება. თან გულუბრყოლები ნაიბრები არიან ამ თემასთან დაკავშირებით ზუსტად. ხო, ალბათ ამიტომაც არის რომ პათეტიკურად არ ჟღერს და ძალიან ბუნებრივი არის ტეო როდესაც ამბობს ჩვენ ტვინებით ვართ გადაბმული და ტვინების სიამის ტყუპები ვართ. აი იქიდან გამომდინარე რომ იცი როგორ არის მათი ტვინი მოწყობილი, ზოგადად, ანუ ბოლომდე ვერც ჩადიხარ მას ტვინში, მაგრამ იცი რომ სხვანაირია. არ ცოდნა არ ცოდვას, რომ მომენტი არა, იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელია რა, იმიტომ კი არ აკეთებენ. ანუ ისინი არ თვლიან რომ რამე ისეც აკეთებენ, მით უმეტეს რომ მათ შორის ფიზიკური კავშირი არ ყოფილა არასდროს. ხო, ეგეც ესეც დეტალია. მაგრამ აი კიდე ის არის რომ რეალურად იზაბელმა ყოველ შემთხვევაში იცის რომ სოციალურ საზოგადოებაში მიუღებელია მათი მშობლებისთვის მიუღებელია მეთიუსთვის მიუღებელია და ამიტომ ანუ თვითმკვლელობა და ის საშინელების გაკეთება მაგიტო აპირებდა ზუსტად და ნათქვამიც ჰქონდა მეთიუსთვის რომ თავს მოვიკლავ რო გაიგონ. ანუ რეალურად იმ დონეზე ხვდება რაღაც დონეზე ხვდება რომ არასწორია, ოღონდ ვერ ითავისებს, ანუ ვერ გრძნობს თავს რომ რაღაცას არასწორს ჩადის. აი რეაქციები განსაკუთრებით ელვაკნის იყო, აი უმაღლესი, აი სიგიჟე, მაგ ეპიზოდში, აი მაგის რას იზავდა, თავს მოვიკლავს რომ ეუნება და აი ეს რეაქცია და რა მოძრაობა და მზერა ყველაფერი აი როგორი გულწრფელია, მშობლების რეაქცია, ანუ აღარ მინდა რომ მაგას ძალიან გავაგრძელო, იმიტომ რომ ეგრე ყოველ დეტალს ესე რომ ჩავუგმოვდეთ ძალიან ხავშავსა. მაგრამ უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როცა რაღაცას ელოდები, ვიღაცას ელოდები, რომ რაღაცა ისტერიული რეაქცია ექნება, ან რაღაცა იქამდე რომ წარმოგიდგენი, აი როგორც კი კარს აღებენ და სახში შედიან, რომ წარმოგიდგენია როგორი რეაქცია ექნება და გეშინია თითქოს და სრულიად მოულოდნელი და სრულიად საწინააღმდეგო და ისეთი რაღაც ხდება, რასაც მე პირადად არ ველოდი, ან მართლა ველოდი ისტერიკას და ისტერიკა არ იყო. დედა რო იმაშება, რაღაც მომენტში გაამოძრავებს ხო მათი მამა და გაჩერდი არ გააღვიძო. ჩანს როგორი შოკირებულები არიან და განადგურებული არის ორივე მამა თავიდან განსაკუთრებით წაშლები არიან, აღარ არსებობენ. კულმინაცია რა, ცხოვრებისეული კულმინაცია. ცხოვრებისეული კულმინაცია ნამდვილად არის. ასეთ მომენტშიც კი გაყინული გონების რაღაც ნაწილი რჩება და გაჩერდი, არ გააღვიძოთ. ის დაინახეს ალბათ, რომ ახლა რო ამათ გაიღვიძონ და ჩვენ აქ დაგვინახონ. ანუ რა მოხდება? ხო, ანუ აი რა მოხდება და ფული რომ მაინც დაუტოვეს ჯერ ეგ კიდევ მეორე სიგიჟე აქტი იყო. სასწაული ეგ კიდევ მეორე სიგიჟე აქტი იყო. მაშინ მშობლებზე ორ რაღაცას ვიტყვი კიდე ერთი ის ეხანის სიბინძურე ვახსენე და სიბინძურე ვერბალურად არის ნახსენები თვითონ იზაბელისგან, როცა მეთიუს გაიცნო და შენ კინო მოყვარულს არ გავხარ, იმიტომ რომ საკმარისად ბინძური არ ახარო. ანუ არ უნდა დავიბანო და ისე კინომცოდნე არ ვითვლები. მე აღმოაჩენ ფილმში, რომ აქ ჭუჭყენტასაცმელზე არ არის მხოლოდ საუბარი, რომ აქ ცოტა სხვა სიბინძურედაც არის საუბარი. რაც მე უფრო გაშინებს. ხო, ეს სიბინძურე ფიზიკურადაც ძალიან კარგად არის გამოხატული. ნახევარზე მეტი ფილმი რომ აბაზანაშია გადაღებული. ხო, მაგაზე არა საუბარი. აუ, სცენა მაგარია კიდე. სამნი რო სხედან? ხო და ანუ ხო. აი მშობლები რო შემოდიან, მაშინ უფრო აკვირდება თვალი, იმიტომ რომ თვითონ ისინი რას აკვირდებიან და ამიტომ მაყურებელი სიბინძურე მიყრმოყრილი ყველაფერი ყველგან მტვერიდებს, ჩამომპალი საჭმელი რაღაც დამპალი საჭმელი სულ საგრძნო ლამის ეს შინაგანი ის გამოხატული აქვს ძალიან მაგრად ვიზუალში. მაგაზე ვგიჟდები კი რომ როგორ შეუძლია რომ მტვერი რაღაც ნაგავი და ტალახი და დამპალი ხორცი მატლები რო აქვს დასეული ის განახოს ამ კაცმა და მაინც დედა რა ლამაზია ის რო გათქმევინოს ეგ კიდე სხვა მშობლებზე მაშინ მეორეს კიდე იმას ვიტყვი რომ მიუხედავთ იმისა როგორ რაღაცა ცივად შეხვდნენ გულისხმობ მოქმედებით ხო რომ ფერებიც ცივია რაღაცნაირად და აი თითქოს აი ხო ის რაღაც რო შეაბიჯებ და როგორ ცნობ რო რაღაც ცუდი უნდა მოხდეს ან რაღაც არიცი რასელი მაგრამ კარგს არაფერს აი თითქოს ეგ ვიზუალურად გადმოსცა ხო აი
Slaking. შინაგანი ემოცია ძალიან მაგრად იყო მშობლების გამოხატულ ლიფტში რო შედიან, ლიფტის მოძრაობის კადრი როგორ არის რაღაც ზანზარის ისა, შინაგანად გრძნობამ ადამიანების მდგომარეობას მაგრა და მუსიკებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ისე მაგრად თამაშობს მუსიკები ამ ფილმში. ჰენდრიქსის მუსიკა გამოყენებული ის ეპიზოდი რო აქ არჩეული მაინც და მაინც, სადაც ეს რაღაც აწუვლებს ამ გიტარას და ხშრიალებს და რაღაცა და ხო ანუ უცებ თავიდან ვერ გავანალიზე მეგონა რომ ლიფტის ხმა იყო, იმიტომ რომ ლიფტის ხმას ერწყმის თან მართლა ეს მუსიკა და ანუ მეთქი რა ხდება ხალხო ამ ადამიანების გონება არ მინდა რომ დაუახლოვდე მათ ტვიში რა ხდება, იმიტომ რომ უდუხ და ეწვით და არ ვიცი ალბათ ეხა ყურებიდან გადმოვას ტვინი, იმიტომ რომ აფეთქებული აქვს. აი ამას განახეთ. თან ისე რომ ფიზიკურად ეგენი არ ჩანან. ფილმის სილამაზე და ეს რაღაც კონტრასტული სილამაზე ჩინარსთან შედარებით მეტწილად ჩემი აზრით მოდის ფერებზე, რაც პოსტში მონტაჟის პერიოდში რაც კეთდება და მეორე production design-ზე, რომელიც არის უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ფილმს უყურებდე და რაღაც მომენტში არ დაგავიწყდეს, რომ ეს 60-იან წლებში არ არის გადაღებული და გადაღებულია 2003 წელს. ანუ ეს არის ჩემთვის სიგიჟე იმდენად ის დრო არის. მე იმას წარმოვიდგენ, რომ აი 60-იან წლებში ვინც ახალგაზრდა იყო, ის რო უყურებდა ამ ფილმს, რამხელა ნოსტალგია ექნებოდა კი არა, ანუ არ ვიცი, სიგიჟე იქნებოდა, იმიტომ რომ მეც კი მქონდა ნოსტალგია იმ დროის. რა შუაში ვარ, ზუსტად 2003 წელს დავიბადე, ზუსტად 2003 წელს და ჩემი ფლექსი იქნება ეხა ეს. კამერას როგორ მუშაობს, იმიტომ რომ ასე რომ დავაკვირდეთ რაღაცა გააკეთა კამერამ მისთანა რომ არასდროს გვინახოს, არა. მაგრამ ერთოლუჩისთან კამერა კაუსტროფობიულ გარემოში მუშაობს უმაღლეს დონეზე ეს კაცი, აი Stealing Beauty რომელიც იქ კი პეიზაჟები არის და რაღაც ანუ ღია გარემოა, მაგრამ განსაკუთრებით ღამის ეპიზოდში ეს Liv Tyler-ს რო უთვალთვალებს კამერა მოთახში და ის moonlight და რაღაც ანუ აი მარტო ეგ ღირს ყველაფრად უკანასკნელი ტანგო პარიში კაუსტროფობიული აბსოლუტურად უკანასკნელი იმპერატორი ამ ხელს სასახლეში არის გადაღებული ფილმი აი როგორი კაუსტროფობიული ფილმია, იმიტომ რომ აი ჩაკეტილ გარემოში და ნუ რასაკვირველია მეუცნები. აი კონფორმისტი რა ვიხა მახსენდება ნენა ყველაფერი. ეს კაცი ჩაკეტილ გარემოში, აი დახურულ სიუცეში, აი ისე მაგრა აწევს ყველაფერს და ამ ფილმში მით უმეტეს, იმიტომ რომ აი production design-ი რადგან ვახსენეთ, ანუ გადატენილი არის მთელი ფილმი, წიგნები, ქაღალდები, ნაგავი, ყველაფერი და თანამდროს ყველაფერი ისეთი საჭიროა, ისე იყოს როგორც არის და ისეთი ესთეტიურია ეს მიღწეული და მინდა რომ ჩემი ოთახიც ეგეთი იყოს, აი წიგნები და ნახევრად წაკითხული და ნახევრად დაგლეჯილი და იქით მუსიკალური რაღაცები და აი ეს ქაოსი. ამ ყველაფერთან მე როგორ შემოდის იზაბელის ოთახი და აი ზუსტად ამ Stealing Beauty ტყუილად არ ვახსენე და რაღაც ძალიან ეგ გამახსენა რა, ერთნაირად არის. თვითონ იქ დორსის სიმღერა რო ირთვება ამ Spy. პირველად რო ეს ფილმი ნახე, რასაკვირველი ეგ ვფიქრე, რომ ალბათ ეს სიმღერა ანუ რაღაც მეთი უთვალთვალებს რაღაც ამ დროს. No, პატარა გვაცა ეგრე არ ყოფილა. იმან მეთი შეუშვა და არავის არ უშვებს და მეთი შეუშვა, მაგრამ მე იქ შეპარული ტიპი ვარ და კამერა მე შემთხვევით აფიქსირებს მეთი რო იქ არის, ან მეთი თვალით კი არ უყურებ, შენი თვალით უყურებ, რომ რაღაცებს რო უთვალთვალებ, იქ რო ფოტოებს ათვალიერებ, დათუნიებს რო უყურებ, რაღაც საწოლის ფეხს რო უყურებ და ასეთი რაღაცები რა. ანუ მე ჯაშუშობ, ვიცი თქოს მაგ ოთახში რაღაც утоპიური ფერი ხოი აკრავს აი იზაბელის ოთახში თვითონ თავიდან როგორც არის დაალაგებული ფაქისად დაწყობილი როა თითქოს გამოყოფილი მთლიანად დამსახლისგან რაღაც აი ეგ იყო ზუსტად აი მომენტში რომ ვფიქრობ რომ სიბინძურე რომელიც ამ სახლში არსებობს როგორ გამოხატავს მათ შინაგან მდგომარეობას ისე ამოვარდნილი არის მაგრამ თან ამ დროს ისეთი საჭიროა რომ ეს ოთახი არსებობდეს ამ სახლში აი ბოლო დონეზე საჭიროა. ვიზუალურ თვალსაზრისით ასევე უმნიშვნელოვანესი არის ჩანართები სხვა ფილმებიდან და რა კარგად არის მონტაჟი რა. ეს ხო ძირითადად მაშინ ჩდება, როცა აი თამაშს რო
თამაშობენ. განსაკუთრებით იმ მომენტში მომწონს ევა გრენი რო შემოდის ჯოხით და რო ცეკვავს და მე ეპიზოდი ანუ რაღაც ფილმის ეპიზოდი მე იმის გადართვა მონტაჟი ძალიან ხო ვითომ უმარტივესი მონტაჟი არ გაკეთებული მაგრამ ძალიან მაგრამ გარდა ამ ჩანართებისა ციტატები არის ძალიან ბევრი. ამათ კი არ აქვს გათამაშებული. აქ უკვე ზუსტად კამერა და რაღაც ეს რაკურსები განსაზღვრავს რაღაცებს. ერთი უნდა ვახსენო, რომ ყოველ ჯერზე როგორც იმ შოულების შემოსვლა არის, ყოველ ჯერზე ეს პირი გადავნის ხოლმე ყურებამდე ვიღები ჟამპიელოს რო ხედავ ხოლმე ფურცლებით ხარში და მეთქი ვაიმე და ყოველსასწრო ის არის რომ თავიდან არ ვიცოდი პირველად რომ ნახე ეს ფილმი არ ვიცოდი ეს ტიპი ვინ იყო. მე ხო არის იმ პროტესტებიდან ახალგაზრდა ჟან პიერის ისა და რაღაც დავფრთხილდი. აუ მეთქი ანუ ზუსტ ეს კაცი ზუსტად ისე აკეთებს როგორც ის მაშინ იმას ვაკეთებ. რაღაც თუმე იგივე ადამიანი. ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს არის სასიყვარულო წერილი კინემატოგრაფისადმი. ეს ფილმი. გაეთრიე. თელ ფილმში ჩანს ეგ ბერტოლუჩის რამდენად უყვარს ერთ-ერთ ინტერვიუში სცენარისტთან ერთად და იქ ამბობენ, რომ ეს ფილმი უფრო მეტად პირადულია ვიდრე პოლიტიკურიო და მართლასია, იმიტომ რომ ის პოლიტიკური პასაჟები რაც არის ფილმში, თუნდაც ის ძალიან პირად დონემდე არის დაყვანილი რაღაც პირადი აზრია, პირადი იდეოლოგია. აბსოლუტურად. ანუ კინემატოგრაფის მიმართ დამოკიდებულება ეგ სხვა მომენტია კიდე და ეს სექსუალური ხასიათის რაღაცები კიდე სხვა მომენტი. ანუ თვითონ განმარტეს ისე როგორც უნდა განემარტათ და ეხა ჩვენ რავი. ხო. ჩვენ ხარ უკეთ არა ეგრე არ არის მაგათი. ჩვენ როგორც ვამბობთ ისე. იმედია ის სიამოვნეთ, დაგვიწერეთ სხვა ფილმები, რაზე ვისაუბროთ კიდე ძალიან დიდი სიამოვნებით ყველაფერზე. თუ აქამდე უყურებთ ვიდეოს, არხით გამოგეწერათ და ვიდეოს დაგერაიქებინეთ რა. მადლობა. ბაი ბაი.